სახელითა მამისათა და ძისათა და სულისაწმინდისათა. დღეს ძალიან საინტერესო იგავი იყო აღმოკითხული. ადამიანი, რომელიც მოულოდნელად გამდიდრდება და მთელ თავის ბედნიერებას, ცხოვრების სასუებას ამ სიმდიდრეზე რომ აყდნობს და საფუძველი რომ ეს არის ამ ქვეყნიური სიმდიდრე მისი ბედნიერების. გახსოვთ რას ამბობს უფალი რომ ვის უგროვებ ამას, ვის უნახავ ამას, როცა საღამოსიანი სული უნდა ამოიყვანონ შენი სხეულიდან. შემდეგ ესეც სიტყვებია, რომ ესე დაემართება ყველა იმას, ვინც ღმერთის მიერ არ გამდიდრდება. და ეს ღვთისმიერი გამდიდრება, როგორ უნდა მოხდეს ადამიანში. ფაქტობრივად 2000 წლოვანი ეკლესიის გამოცდილება ღვთის ძიებისა, ღმერთთან ერთობისა, სწორედ ამ საკითხს ეხება, როგორ გავამდიდრდეთ ღვთის მიერ, როცა იმგვარად, რომ როცა მოვა დრო ჩვენი გარდაცვალებისა და ეს ყოველ წუთს შეიძლება მოხდეს, არა თუ რაღაც ძალიან შორს მომავალში, როგორ შეიძლება რომ ჩვენ ისე წავსდგეთ ღვთის წინაშე, ისე გავიდეთ პირველ რიგში ამ ქვეყნიდან, რომ უკან არ ვიხედებოდეთ. კადნიერებაც კი არის თანამედროვე ადამიანისათვის ამის თქმა, მაგრამ სიხარულიც კი გქონდეს უფალთან შეხვედრისა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. წარმოგიდგენიათ, აი გარდაცვალება მოახლოებულია ჩვენი, გარანტირებულად თუ ადამიანი უგუნური არ არის, ამას ხვდება მეტნაკლებად და შენ გიხარია. გიხარია, რომ შეხვდები იმას, ვისაც მთელი შენი ცხოვრება მიუძღვენი. ვისაც ცდილობდი დამსგავსებოდი, ვისაც ბაძავდი, ვისაც ერთგულებდი. ერთ-ერთი შესაძლებლობა იმისა, რომ ჩვენ ღვთისამიერ გავმდიდრდეთ და ეს ჩვენ ვისწავლოთ, არის წეგანაც ვახსენე, ხო, ეკლესიის გამოცდილება. რას ნიშნავს ეკლესიის გამოცდილება? ეს არის დაფიქსირებული, ეს არის დაწერილი. რა თქმა უნდა, ეკლესიის გამოცდილება უშუალოდაც გვეძლება ჩვენს წინამორბედი ადამიანებისგან, რომლებმაც ჩვენზე წინ გაიარეს სარბიელი, ჯერ კიდევ ცოცხლები არიან და მათგან ვსწავლობთ. მაგრამ მთლიანობაში ეს ცოდნა, უზარმაზარი ცოდნა, რომელიც თუნდაც ამ ცოცხალი ადამიანების მიერ უშუალოდ მადლის მიერ გარდამოგოცემა, ეს ყველაფერი წმინდა მამების თხზულებებში არსებობს და ვიცით, რომ ჩვენ ვცდილობთ, ხო, რომ რომელიღაც წმინდა მამა ავიღოთ და გარკვეული არათლიანად, გარკვეული ამონარიდებით ვიკითხოთ და ძალისხმევები გავმარტოთ და ჩვენ ბოლოს გავმარტავდით წმინდა ისააკ ასურს მარხვის პერიოდებში. აი მარხვას დაგვიდგა და ალბათ ესე ვეცდებით, რომ კვირაობით და ოთხშაბათიდან ხუთშაბათზე რო გადადის იმ ლიტურგიაზე, ვეცადოთ, რომ ამბიონი დაუთმოთ ამ დიდებულ მარხლას, განსაცვიფრებელ მამას. ჩვენ ვიყავით გაჩერებული მერვე სიტყვაზე და გავაგრძელებთ სწორედ მერვე სიტყვით. თუ გსურს ადამიანთა საიდუმლოებებს ჩაწვდე, რადგან ადამიანების საიდუმლოებებს ჩავწვდეთ? იმიტომ რომ ადამიანზე საინტერესო ამ სამყაროში არაფერია. და ადამიანის საიდუმლოებაში წვდომა მხოლოდ სულიერი გამოცდილების მქონე ადამიანს შეუძლია. უბრალოდ ფსიქოლოგიურად, უბრალოდ ინტუიციით, უბრალოდ გამოცდილებით ადამიანს ზედაპირულად აფასე. ამავე დროს ეს დამოკიდებულია იმაზეც, რამდენადაც შეცნობილი გაქვს საკუთარი თავი. თუ ადამიანი საკუთარ თავს არ იცნობს, იმ მისტიკურ სიღრმეში, რასაც სულიერი სიღრმე ქვია და აქ კიდე ღვთის მადლის გარეშე ეს შეუძლებელია, ადამიანს არ შეუძლია სხვისი ადამიანის გამოცნობა, ამიტომ კატეგორიულად გვეგრძალება სხვისი განკითხვა. შეუძლებელია ჩაწვდე, გაიგო, დაინახო ადამიანის შიგნით რა ხდება, ეს მხოლოდ ღმერთს შეუძლია. და თუ შენში საღვთო მადლია. თუ გსურს ადამიანთა საიდუმლოებებს ჩაწვდე, მაგრამ სულიერად ჯერ შესაბამისი სიმაღლისთვის არ მიგიღწევია, ანუ არ აქვს ის მადმოსილი. მაგრამ ამავე დროს თუ ბრძენი ხარ, სიბრძნეც საღვთოთვისება შეიძლება არ ახარ ჯერ განღმრთობილი, თქვა, როგორც ძალიან დიდი წმინდა მამა, რომელსაც დამატებით კიდევ სხვის სისულების გამოცნობის ნიჭი შეძლება, მაგრამ სიბრძნე გაქვს და ეს სიბრძნე რას ნიშნავს? შენში ქრისტეს ცხოვრობა, შენ ქრისტეს გონება გაქვს, როგორც პავლე მოციქული ამბობს. ღვთის ნების აღსრულებელი ხარ, შენ იცი რა არის ნება ღვთისა. არა სრულყოფილად, იმიტომ რომ სრულყოფილად იგივე წმინდა ისააკ ასური გვეუბნება თავის ერთ-ერთ სიტყვაში, რომ მთელი ცხოვრება უნდა მიუძღვნა, რომ ღვთის ნება მეტნაკლებად გაიგო და ბოლომდე მას ვერასოდეს ამოწურავ.
ამიტომაც წმინდა წერილი ამოუწურავია, ამიტომ ეკლესიის სწავლებები ამოუწურავია, სადაც და ასევე ლოცვითი ტექსტები და პირადი ურთიერთობა ღმერთთან, იმიტომ რომ ღვთისნების ბოლომდე წვდომა შეუძლებელია, არა და ღვთისნების ცოდნა და გაგება და აღქმა არის მნიშვნელოვანი ჩვენ სწორად ვიცხოვროთ, იმიტომ რომ რამდენადაც ჩვენი ნება დამთხეულია ემთხვევა ღვთისნებას, რამდენადაც ჰარმონიაშია ღვთისნებასთან, იმდენად განიწმინდება ადამიანი, იმდენად განიხტობა ადამიანი, იმდენად ხდება აი ზუსტად ბრძენი. მაგრამ თუ ბრძენი ხარ, მაინც გამოიცნობ თითოეულს მათ საუბარზე, ცხოვრების წესზე და მანერებზე დაკვირვებით. აი მაგალითად, სიარული ხო თითქოს რა არის? ადამიანი დადის რა, ყველა თავისებურად დადის. სიარულში იმდენი რამე ჩანს. აი მათ შორის ადამიანის პატივმოყვარეობა და სიამაყე, ისე სასაცილო ჩანს ადამიანში, ადამიანი რო დადის. და მე თუ ღმერთმა ეს დაგანახა, როგორ ჩანს ადამიანში, სხვა ადამიანში, მე შენ თავზე გეშინია, იმიტომ რომ შენს ხო პატივმოყვარე და ამაყი ხარ და შენს რო გეტყობა ესე და ადამიანი რა სასაცილოა. ეს მოცემულობაა, ეს არის სინამდვილე. ჩვენ რო ერთმანეთს კიდე ვერ ვხედავთ, კარგად, ჩვენ რო ერთმანეთს ბოლომდე ხედავდეთ, ალბათ, რა ვიცი, ძალიან შეგვებრალებოდა ერთმანეთი, იმიტომ რომ დავინახავდით რა დღეში ვარ. და ამიტომ აი სიარულსაც და ერთ-ერთი წმინდა მამა არის, სამწუხაროდ ეხლა ვერ ვიხსენებ, რომელმაც თავისი მონასტრიდან, არა, თავისი ეპარქიიდან ეპისკოპოსია, ორი სასულიერო პირი გააგდო, იმის გამო, რომ სიარული არ მოსწონდა მათი. რა უცნაურია, ხო? შორის მე ეხლა ვის შევედრები, მაგრამ იცოდეთ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი. ამიტომ დააკვირდით, როგორ დადიხართ. არა მარტო იმას დააკვირდით, როგორ მეტყველებთ. არა მარტო იმას დააკვირდით, რა ტონალობით მეტყველებთ. როგორ იმზირებით, წარბებს როგორ დააყენებთ. ყველაფერს მნიშვნელობა აქვს. იმასაც დააკვირდით, როგორ დადიხართ. აი ამ გარეგნულ გამოვლინებებში ხდება თქვენი სულის გამომზეურება. ანუ ფაქტობრივად სულის განივთება ხდება, რომელიც პირველ რიგში თქვენმე უნდა დააფიქსიროთ და თქვენმე უნდა მერე იმუშაოთ საკუთარ თავზე და საკუთარ სულზე. სული წმინდისა და ცხოვრების წესით უმანკოს მიერ წარმოთქმული სიტყვები, ნახე სული წმინდის მიერ, ანუ ვისის მადლია და ცხოვრების წესით უმანკო, ანუ ცდილობს რომ ზნეობრივი ნორმები დაიცვას. ასეთი ადამიანის მიერ წარმოთქმული სიტყვები ყოველთვის მთელმცნობიერია და თავისი გონიერების შესაბამისად ღვთაებრივზე მსჯელობს და საკუთარ თავსაც შეიმეცნებს. მთელმცნობიერი, ანუ ადამიანი რასაც ამბობს, როცა ადამიანში მადლია და როცა ზნეობრივადაც უმანკო ცხოვრება ცდილობს, მის სიტყვა მთელმცნობიერი ნიშნავს იმას, რომ ის სიტყვაში კონცენტრირებულია მთელი მისი შინაგანი სამყარო. აი ღმერთი რომ უნდა უყვარდეს ადამიანს გონებით, გულით, მთელი თავისი ძალით, სულით, ანუ მთელი არსება დევს სიტყვაში. სიტყვაში თუ მთელი არსება არ ადევს, ის სიტყვა უძალოა, ძალის არ მქონია და მთელი არსება სიტყვაში ჩადებული. მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, თუ ადამიანს დემონური ენერგია აქვს არა. მთელი არსება მაშინ არის ჩადებული, პრინციპში შეპყრობილ ადამიანს ალბათ აქვს ეგეც, კაცმა რო თქვას. იმიტომ რომ თუ მთლიანად ეშმაკმა დაიპყრო, ყველა მისი რესურსი თუ დაიპყრო, მერე უკვე მის სიტყვასაც დემონური ძალა მიეცემა. ალბათ კი არა ესეა. ხოლო როცა აი საღვთო ჩვენ ხავ საუბრობთ სულიერ ცხოვრებაზე, სწორ ცხოვრებაზე და როცა ადამიანში მთელი ეს ძალები გაერთიანებულია, ამ ძალების გაერთიანება შესაძლებელია ღვთის მადლით მხოლოდ. ან თუ ეშმაკს მიყიდის სულს და მთლიანად ეშმაკი წაიღებს ადამიანის რესურსს, აი ანტიქრისტე რო იქნება. ამიტომ მის სიტყვას ძალიან დიდად მაცდუნებელი ძალა მიეცემა. ხოლო ჩვენ შემთხვევაში თუ ადამიანი თავისი ნებით დაუთმობს ღმერთს საკუთარ თავს, იყავნებაშელი თუ მეტნაკლებად მასში რეალიზდება, მაშინ ის ხდება მთელმცნობიერი, აღარ არის დაშლილი, აღარ არის დანაწევრებული. და შესაბამისად, ასეთი ადამიანი თავის გონიერების შესაბამისად, ნახეთ რა საინტერესოდ ამბობს. ამას გარდა მას უნდა კონდეს გონიერებაც, რომელიც რა თქმა უნდა ინტელექტუალურ პოტენციალსაც გულისხმობს. და ამის შესაბამისად ნიჭიც არის გონიერება, ღვთაებრივზე მსჯელობს. ანუ ღვთაებრივზე მსჯელობა ყველას არც შეუძლია და არც უფლება არ აქვს, აქედან გამომდინარე. მსჯელობს და საკუთარ თავსაც შეიმეცნებს. ხედავთ, ღვთაებრივზე მსჯელობა და საკუთარი თავის შემეცნება როგორ კავშირშია ერთმანეთთან და ეს როგორ კავშირში ადამიანის შინაგან ერთიანობასთან და მთლიანობასთან.
ხოლო ვისი გულიც ვნებებით არის ახსავსა, ვნებები ადამიანს შლიან, ანაწილებენ. იმიტომ რომ ადამიანის დაცემულობის ერთ-ერთი ნაყოფი და გამოვლინება ადამიანი არის ის, რომ ადამიანის მთლიანობა შინაგანი დარღვეულია. ამას მეტნაკლებად თუ ადამიანი საკუთარ თავს იცნობს, მან საკუთარ თავზეც უნდა იცოდეს, რომ ჩვენში ყველაფერი როგორ არეულია, ლოცვის დროს ეს გადასარევად ჩანს. ადამიანმა გადაწყვიტა, რომ ქრისტიანული ცხოვრება დაიწყოს, მაგრამ მასე სად არის? არც გონება გემორჩილება, არც ნერვული სისტემა გემორჩილება, არც ენა გემორჩილება, არც თვალი გემორჩილება, არც ხორცი გემორჩილება, თან ეს ყველა სხვადასხვა რაღაცები უნდა გესმით როგორც კი მოინდომებ, რომ რაღაცა ღირებული გააკეთო, იმ წამსვე ომი იწყება და თუ ეს ღირებული თავად ღმერთია, მაშინ ადამიანის დაშლილობა სრულად ავლენს საკუთარ თავს და რამდენი რესურსი ჭირდება. მე ამ ყველაფრის გაემთლიანებას, მე ხედავ, რომ ამის უნარი საერთოდ არ აქვს, მე ისევ ღმერთს მოუხმობ საშველად, თავს იმდაბლებ და თან ეს პრობლემა, ეხლა თუ ადამიანმა ამ პრობლემის შესახებ არაფერი იცის, აბა ის ტყილა არის ეკლესიაში მოსული. ხოლო როცა ამ პრობლემას დაინახავ, მე აღმოაჩენ, რომ ესე ადვილად არ ინკურნები და გადის წლები კი არა. 10 წლეულები გადის შენი ცხოვრებისა და ამ პრობლემის ხანდახან მოგვარება ჰორიზონტზეც კი არ ჩანს ხანდახან და გარდაცვალება ახლოვდება. გესმით? აი როგორი რეალობის წინაშე ვდგავართ. ამიტომ ჩვენ ყველაზე ძვირფას გუშინაც გითხარით, ყველაზე ძვირფას, რომლის მიერაც ჩვენ უნდა ვცხონდეთ და გადავრჩეთ, ეს არის დრო, აი ამ დროს როგორ ფლანგავთ. ხოლო ვისი გულის ვნებებით არის ახსავსე, მისი ენაც როგორც გულთან კავშირში მყოფი, აი წეღანაც გითხარით, ხო, ენით ხდება ლუსტრაცია ჩვენი შინაგანი სამყაროსი. ეს მაცხოვრის სიტყვებია, ნამეტნავისაგან გულისა იტყვის პირი უფალი გვაფრთხილებს. შესაბამისად მეტყველებს. ამიტომ როგორც მეტყველებთ, როგორც ვმეტყველებთ, ეგეთებიც ვართ. მრისხანებთ თუ ბილდს ვიტყვაობთ თუ სიამაყეს და ამპარტავნებას უშვებთ და უსიყვარულობას ხმის ტონალობაში და ასე შემდეგ ყველაფერში ვლინდება ჩვენი შინაგანი მდგომარეობა. დავაკვირდეთ საკუთარ მეტყველებას და მივხვდებით რანი ვართ სინამდვილეში. სულიერზეც რომ ისაუბროს ვნებების გავლენით, უსამართლო გამარჯვებისთვის ისაუბრებს. რა უცნაურია. სულიერზე საუბრობს, მაგრამ რადგან ვნებებით არის შემყრობილი, ხო, უსამართლო გამარჯვება აინტერესებს. რა არის უსამართლო გამარჯვება? აი სულიერზე ვსაუბრობ. ვიღაცა თქვა ურწმუნოს ვეკამათები, კამათის ვესაუბრები და მინდა რაღაცა დაუმტკიცო. ის არასწორია, მე მართალი ვარ. ისაკასური ამბობს, ეს მაინც არ იქნება კარგი, იმიტომ რომ ვნებებით შემყრობილი რადგან ხარ. შენ გაინტერესებს არა ჭეშმარიტების გამარჯვება სინამდვილეში, არამედ უსამართლო გამარჯვება. არა არის უსამართლო გამარჯვება, დომინირება მოიპოვო იმაზე, ვისაც ესაუბრები. აი შენ არიცი, მე ვიცი, აი მე მაგარი ვარ, შენ ვინ ახარ და ასე შემდეგ. ამიტომაც გესმით, არის სადაც კამათი ჩდება, იქ უკვე აზრი არ აქვს საუბარს, იქ უკვე სულიერება აღარ არის, თუნდაც მართალი იყო. ამიტომ პავლე მოციქული ხაზგასმით ამბობს, კამათი ჩვენი საქმე არ არის. ბრძენი ასეც პირველივე შეხვედრისთანავე ცნობს. ბრძენი ცნობს ესეთ ადამიანს. პირველივე შეხვედრისთანავე. და მე აგზელებს საინტერესო. ხოლო წმინდა კი ასეთისგან წამოსულ უკაცრავად სიმყრალეს გწნობს. ეხლა ეს სიმყრალე, ბუდიში ამსეთ სიტყვისათვის, ანუ ბრძენი ცნობს ასეთ ადამიანს და მასთან საუბარს თავს ანებებს, ხოლო წმინდანი მასში სიმყრალეს გზნობს. ეს სიმყრალე მეტაფორა არ არის მხოლოდ. მეტაფორაც არის ზოგ შემთხვევაში, მაგრამ ზოგში მეტაფორა არ არის. ის მართლაც ავლენს თავის თავს. და მახსოვს ერთი საწყალი ადამიანი გარდაცვლია ღმერთმა აცხონოს, დიდი ბრძოლები ჰქონდა დემონისგან, ეშმაკისგან. არ ვიცი მიზეზი რა იყო ამისი, მისი პატიმოყვარეობა, მისი ავადმყოფობა, რატო იყო ღმერთზე ეს დაშვებული. ნიჭიერი გონიერი ადამიანი. თვითონ მითხრა ამ ადამიანმა, წლები 20 წლის წინანდელი ამბავი. ერთად ბერთან ვიყავიო და რა მითხრაო, ეშმაკის სუნი გაქვს. გესმით? ეს სიმყრალე არ არის შემთხვევითი ნათქვამი სიტყვა აქ. ვინც მთელი სულით და ხორცით, რა საოცრება, აი წმინდანის სიტყვა ნახეთ. ხო შეიძლება ეთქვა, რომ ვინც სულით და ან ეთქვა, რომ ესე ეთქვა, ვინც უქმად მეტყველებს. ვინც უქმად მეტყველებს და გააგზელებდა. აი ესე არ ამბობს. აი ეს არის
პავლე მოციქულისეული სტილია რა. ბოლომდე ამძაფრებს, რომ როგორმე გამოგაფხიზლოს. ვინც მთელი სულით და ხორცით, ანუ მთელი სულით და ხორცით უქმად მეტყველებს და ამაოდ აზროვნებას მიეცემა. ეხლა ძალიან ცუდ რამეს ამბობს მერე და მე მაინც სანამ ამ ცუდ რამეს ამბობს მოგამზადებთ. ანუ ნახეთ, ზოგი ფიქრობს, რომ მეტყველებს რა მოხდა, კაც ხო არ აკალავს. ყოველი უქმის სიტყვისათვის პასუხს აგებთ. ეს არის ქრისტეს სიტყვები. ხა გაიხსენეთ ჩვენ დღის განმავლობაში რამდენ უქმ სიტყვას ვამბობთ. ვფიქრობთ რა, რომ ჩვენ ცხოველები ვართ და კომუნიკაციის საშუალებები, ენა არის კომუნიკაციის საშუალება და ესე ბოდიში და ვატლიკინებთ ენა, ვჭორობთ და ასე შემდეგ. სინამდვილეში ეს ასე არ არის. ენა არ არის უბრალოდ კომუნიკაციის საშუალება, როგორც ცხოველებშია. ენა არის ტრანსცენდენტულ ყოფიერებასთან, ცოცხალ ღმერთთან ერთობის საშუალება. ენა არის, ენით ხდება ლუსტრაცია, შენი მისტიკური სამყაროსი. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მეტყველებას. ადამიანური სიტყვის პროტოტიპი საერთოდ რა არის? რა არის ადამიანური სიტყვის პროტოტიპი? ვინ არის ის? ის ცოცხალი ღმერთია. მამის წიაღიდან აღმოშობილი ცოცხალი ღმერთია. შენი წიაღიდან ამოდის სიტყვა, რომელიც არ არის ცოცხალი და პერსონიფიცირებული, მაგრამ გესმით რა კავშირშია შენ ღვთისხატი და მსგავსი ხარ. ამიტომ, როდესაც ადამიანი ესე ტყუილად მეტყველებს, ეს ძალიან ცუდი მდგომარეობაა. და მით უმეტეს მთელი სული და ხორცით, ანუ მიცემულია ამ უქმად მეტყველებას. უქმად მეტყველებას. საშიში მდგომარეობაა. უფალი ამბობს ასევე სიტყვით შენი დაიჯები, სიტყვით შენით განმართლდები. და იმის გამო რომ ეს სიტყვა ფაქტობრივად მოგეცა იმისათვის, რომ ღმერთთან ისაუბრო, აი როგორც თავისუფლება, რატომ მოგეცა თავისუფლება? რომ აირჩიო, ეს მოგწონს თუ ეს, ამაზე ხშირად მithქვავს. ძაღლიც ირჩევს საჭმელიდან რომელი ჯობია, ხორცი თუ პური. ძაღლიც ირჩევს. ფუტკარიც ირჩევს. ესე იგი ეს ყვავილი ჯობია თუ ის ყვავილი. ამიტომ შენ როცა შენ ცხოვრებაში მუდმივ რაღაც არჩევნებს აკეთებ მიწიერ რეალობაში, ამისთვის შენ თავისუფლება არ გჭირდება. მაგრამ ჩვენ თავისუფლებას სწორედ ამაში ვხარჯავ და სხვა არაფერში. რომ აი რამე ეს მინდა თუ ეს მინდა, ეს მინდა თუ ის მინდა. სინამდვილეში თავისუფლება მოგვეცა მხოლოდ ერთი რამისათვის. მივხვდე რომ არის ტრანსცენდენტული ყოფიერება, ცოცხალი ღმერთი, ქრისტეში დავინახო ის ღმერთი, რომელიც არის და მთელი არსებით შევიყვარო და მივენდო ბოლომდე, ანუ მისი ნება შემოუშვა ჩემში. ამისთვის მეძლევა თავისუფლება. ამისთვის მაქვს მე თავისუფლება. ასევე ენაც, ადამიანური ენა და არა ცხოველური. ცხოველური ენა ისეთი ზოგიჯერ რთულია ფრინველებში, ვეშაპებში, რომ მის გაშიფროს მთელი ამბავი უნდა. ამისთვის არ მომცემია ადამიანური ენა. ეს კომუნიკაცია ცხოველებსაც აქვს, არამედ კვლავ იმისათვის, რომ მასთან კავშირი მქონდეს. და როდესაც მე ჩემ შინაგან სამყაროს ვავლენ იმგვარად, რომ ჩემ სიტყვას არაფერში ვიყენებ, აი როგორც თავისუფლებას არაფერში ვხარჯავ. თავისუფლებას, ჩემს სიტყვას, ჩემს სიბრძნეს, ჩემს გონიერებას, ჩემს მოაზროვნეობას, ჩემს ხატებასა და მსგავსებას ვახურდავებ პირუტყულ სამყაროში, პირუტყული ცხოვრების წესში და დემონურ ყოფაში. ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს, რომ მოღალატე ვარ. ვისი? ვინ შევქმნა თავის ხატად და მსგავსად. ამიტომ ამბობს ესეთ რამეს. ვინც მთელი სულითა და ხორცით უქმად მეტყველებს და ამაოდ აზროვნებას მიეცემა, ის მეძავია. ხო გვეხება ყველას ეს. აგძელებს კიდე, არ განებებს თავს, ისაა კასური. იცით ეს როგორი მამა არის? ძალიან ბევრი, მათ შორის წმინდა იოსებ ისიქასტი ამბობდა, რომ ეს სამაგიდო წიგნი უნდა იყოს და სახარებასავით უნდა იკითხო. არ გვანებებს თავს, კიდე აგძელებს. ვინც მას ეთანხმება, აქ ლაპარაკი არის უქმი მეტყველებაზე და ამაოზე. არ ამბობს იმაზე, რომ იგინება, იფურთხება, ლანძღავს, ბილდ სიტყვაობს. დღეს ხო ხედავთ რა ხდება. დღეს როგორ მეტყველებენ, აი წარმოუდგენელია უბრალოდ რა. ეს ხო მისი შიგთავსია, ეს ჩვევა კი არ არის. გესმის, აი ასე დღეში ვართ. და აქ ლაპარაკი ამაზე კი არ არის, ამ საშინელებაზე. უქმეტყველებაზეა საუბარი. და ვინც ასეთ აზროვნებას ეძლევა უქმეტყველებისას და ეს მეძავიაო და ვინც მას ეთანხმება და მათი საქმიანობის თანამონაწილეა, ის კიდე უარეს დიაგნოზს გისვავს. ის კიდე მრუშიაო, გესმით? ხოლო ყოველი მათთან თანაზე არის კერპთაყვანის სემელი. გაგვასწორა მის დასთან. აი ეგ არის რეალობა.
უპასუხისგებლოთა და უსაქმურთა მოყვარულს, უპასუხისგებლოთა და უსაქმურთა მოყვარულს, აი ეს ვინც უკვე მრუშია. მათთან ერთად ამაო აზროვნებას მიცემულს და მუცლის უზომობით აღმავსებას, ხა მუცლით უზომოდ აღმავსებელი მონასტერშია და იქიდან ხედავს და იქიდან აზროვნებს, თორე მუცლის უზომოდ აღსებას ვიღაჩივის. ადამიანი რიღათ არ იკმაყოფილებს თავის სიამეთ მოყვარეობას, მუცლის ავსებას შევით, თავიდან ვიმეორებ, უპასუხისგებლოთა. რატოა უპასუხისგებლო? იმიტომ რომ თავის ადამიანობას ფლანგავს, ახურდავებს. და უსაქმური, რატოა უსაქმური? იმიტომ რომ კვლავ და კვლავ დროს ხარჯავს სისულელეში. ასეთი ადამიანის მოყვარულს და მათთან ერთად, ანუ ვინც მათთან ერთად აზროვნებას მიეცემა და ამავე დროს სიამეთ მოყვარეობას არის მიცემული მუცლის უზომოდ აღმავსებელს დიდ უსიამოვნებად მიაჩნია ერთმანეთის გარეშე ყბობა. მე მარტო შემიძლია რაღაც ვაკეთო, მაგრამ მარტო არ მინდა. მინდა რომ შემნაირი გნახო და ერთად ვაკეთოთ საქმე, სადაც აი ეს მდგომარეობა, უპასუხისგებლობა, უსაქმურობა, უქმი მეტყველება, სულით, ესე იგი, უფლის ღალატი, ანუ მეძაობა, მრუშობა, სულით ეს ყველაფერი, რომ დავიკმაყოფილოთ, ამისათვის ჩვენ გვჭირდება ერთობა. აი ეს ერთობა, არა ქრისტეს მიერი ერთობა, არამედ ის ერთობა. და სხვათა შორის დღეს ქართველებმა ამასაც გაუსწარით და რომ ვიკრიბებით კი აღარ თვრებით, თრობაში სადღეძელოს მაინც ამბობენ, არამედ მარიხვანათი ვბრუნდებით. შორს ჩვენგან ამგვარი სიყვარული, არ არის ეგ სიყვარული. ამგვარი უმსგავსო გატარება დროისა. გაიქეცი მათგან, არ იყო მათთან, რამეთო მათი სუფრა ბილწია და მათ ეშმაკნი ემსახურებია. ასეთი მკაცრი იყო დღეს ისააკასურის სიტყვები, კარგია რომ მკაცრია, იმიტომ რომ ჩვენ ერთმანეთს ველაქუცებით, ვეფერებით. სამწუხაროდ, აი მეც როგორც სასულიერო პირი მოზღვრად დადგენილი, თუმცა ეს სიტყვა ძალიან დიდია და მე რამდენად ვასრულებ არ ვიცი. ჩვენც ხშირად უფრო გეფერებით, არ გეუნებით ხშირად იმათ, რასაც ვფიქრობთ და გვაქვს ვალდებულება ამის თქმის. მით უმეტეს თუ ვხედავთ, მაგრამ იმასაც გეტყვით, რომ ხშირად ადამიანს რომ ეტყვი ნაყოფი არ გამოაქვს, იმიტომ რომ ვერ იტევს ეს ადამიანი ამ სიტყვას თვითონ თუ არ მიხვდა, თვითონ თუ არ შეინანა და ასე შემდეგ. რამდენჯერ ყოფილი ადამიანი მოვა და იმდენი რამე ვიცი მის შესახებ და არ ვეუბნები და ველოდები როდის ამოღერღავს და როდის შეინანებს და სიტყვაში გამოხატავს და ამაში წლები გადის ხანდახან, იმიტომ რომ თვითონ ვერ ხვდება და იმიტომ რომ მე გამოცდილებას მაგრამ ვერ ხვდება და ეუბნები, შეიძლება იმ მომენტში დაირცხინოს, მაგრამ ამას ნულოვანი შედეგი აქვს. ხო და აი ასეთ დროს გვეხმარებიან წმინდანები, რომლებიც არ გუზოგავენ და პირდაპირ გვამხელენ. აქაც უკვე ჩვენი დამოკიდებულება როგორ იქნება. მივიღებთ საკუთარ თავზე ხო კარგი და კურნების პროცესი დაიწყება და არ მივიღებ და ვიფიქრებ, რომ ეს სხვას ეხება და მე არ მეხება. ჩემში არაფერი სიკეთე არ მოხდება. ამიტომ ვმადლობთ წმინდა ისააკ ასურს, რომ დღეს მოგვცა საშუალება, რომ ვემხილებინეთ, ცოტა მწყარეთ და თუ ამას საკუთარ თავზე მივიღებთ, დამერწმუნდეთ, რომ კარგი შედეგი იქნება ჩვენთვის. დღეს ამით დავასრულოთ და შემდგომში გავაგრძელებთ მარხვის პერიოდში. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სულისა წმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ.